დაკავშირებული შემოდგომა ახლის საწყისია და ზუსტად აი ამიტომ ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანები იწყებენ ხოლმე გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრს იმიჯთან დაკავშირებით და ეს ცვლილებები ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში მიდის აუცილებლად თმასთან. მოკლედ შემოდგომა სიახლეების პერიოდია და თქვენც თუ გსურთ რომ საკუთარი თმის ფერის ტონის შეცვალოთ ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით, ახლა გაგიზიარებთ ჩვენ რეკომენდაციებს ქერა ფერის თმასთან დაკავშირებით და გეტყვით რომელი ფერებია ასე ვთქვათ ტრენდული. 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი გახლავთ კრემ ბრულე ქერა, აი ახლა ტელემაყურებელი ხედავს სწორედ აი ამ ფერს და ის გეტყვით რომ აერთიანებს თბილ კარამელისა და ასევე თაფლის ტონებს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, იდეალურად ერგება სწორედ აი შემოდგომის სეზონს და უნდა აღნიშნოთ ისიც რომ ბელა ჰადიდი კანის 2025 წლის ფესტივალზე სწორედ აი ამ თმის ტონალობით წარსდგა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა მის არჩევანს. ლამაზია. კი, ნამდვილად ლამაზია, ეს არის კრემ ბრულე. მიუხედავად იმისა, რომ კრემ ბრულეს ნაყინი უფრო მიყვარს. თმასაც არაჩვეულებრივად უხდება ეს ფერები. აი ბელა ჰადიდი. კანის ფესტივალზე. არაჩვეულებრივ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. ეს იცოდეთ რომ კრემ ბრულე ქერა შეგიძლიათ რომ აი შემოდგომის პერიოდში თამამად შეაჩეროთ თქვენი არჩევანი. ზურა გაითვალის მართლა რომელი თმის ფერი მოგწონს. აი რა და ეს არ მიკითხავს სხვათა შორის არასდროს. ადამიანი უნდა მოგწონდეს, ადამიანი უნდა მოგწონდეს და შემდეგ პრიორიტეტები ცხოვრებაში და აი თმის ფერთან დაკავშირებით მივხვდი რომ ახლა აი არასდროს კითხვა არ დამისვამს. ადამიანი არის პრიორიტეტი და შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა მას რა ფერის თმა იქნება. არანაირი. რა ფერადაც გინდა შეგება. კარგი. გავაგრძელოთ მოკლედ 2025 წელს არანაკლებ პოპულარული გახლავთ კარამელის ფერი ქერაც ის მათთვის არის განკუთვნილი ვინც უპირატესობას თბილ ტონებს ასევე მსუბუქ მაკიაჟს ანიჭებს აღსანიშნავია რომ აი ამ ფერის თმას ამერიკელი მოდელი კრის ტეიგენი ატარებს ხოლმე და საზოგადოებაში ჩნდება ხოლმე ამ ფერის თმით შემდეგი გახლავთ კრემისებრი ქერა მოკლედ რამდენი ქერა არსებობს ნაზი თმის ღია ტონალობა ეს ფერი ბუნებრივად ელეგანტურად მიიჩნევა პოპულარული ამერიკელი მსახიობი რის უიზერსპუნი სწორედ აი ამ ტონალობას ანიჭებს უპირატესობას და ხშირად აღნიშნული ფერის თმით ჩნდება ხოლმე სხვადასხვა გადაღებებზე. მარწყვისებრი ქერა, აი ესეთი ქერა თუ გაგიგია მარწყვისებრი ქერა არ გამიგია, მაგრამ ვიცი რომელზეა საუბარი. კრემ ბრულე ქერა გაგიგია აქამდე, მაგრამ აი უკვე დავინახეთ ამაზე არის მარწყვისებრი ქერა. ეს გახლავთ ელეგანტური ტონალობა, რომელიც ოქროსფერიდან ვარდისფერში გარდამავალი ფერია, ასე დეტალურად რომ ჩავშალოთ. იდეალურია ღია კანის ტონალობის მქონე ადამიანებისთვის, ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბლეიკ ლაივლი და ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობი ნიკოლ კიდმანი, სწორედ აი ამ ფერის თმას ატარებენ. ორივე ქალბატონი მე პირადად ძალიან მესიმპატიურება და ვფიქრობ, რომ ეს ფერიც კარგად მოიხდინეს. თაფლისფერი ქერა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი ქერა თმის ფერია, იდეალურად ერწყმის შემოდგომის გარდერობს. თაფლისფერ ქერას ამერიკელი კინომსახიობი ჯულია რობერტსი და ინგლისელი მოდელი როზი ჰანტინგტონ უიტლი ირჩევენ ხოლმე და ეს არის შედარებით ხო უფრო ესეთი დამჯდარი თბილი და იმ შემთხვევაში თუ თქვენ რაღაც მოგწონთ ეს ფერის თმა შეგიძლიათ რომ სწორედ ამ სეზონზე შეაჩეროთ აი ხომ ვამბობ თავარია ვინ ხარ და ვის აქვს ეს ჯულია რობერტსი ველოდი რომ ამ რობერტსის არაერთი გარდასახვა ვიხილეთ ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და შესაბამისად არ ვიცი ნებისმიერ თმაში ნებისმიერ იმიჯში ის იყო ჯულია და ის იყო ყველასთვის საყვარელი მსახიობი მართლაც და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული მსახიობი. აი ეს ის შემთხვევა, როდესაც ვიზუალიდან თითქოს ადამიანებს ბუნებაც აი თუნდაც მის ღიმილში ძალიან კარგად იგრძნობა ხოლმე. კიდევ ერთი და ეს არის თუ არ ვცდები ბოლო ყინულისფერი ქერა. აი ესეთი ქერა, აი ხო მაყურებელი ხედავს კადრებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მაგრამ ძალიან ელეგანტური ქერა, რომელიც ცივ ტონებს მიეკუთვნება. მოდელი კიმ კარდაშიანი აი ამ ფერის თმით ძალიან ხშირად ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე და ნუ ეს უკვე გებრუნების ამბავია ზურა
შენ შემთხვევაში შენ გემოვნებაში თუ ჯდება ესეთი ახლა უხდება, აი წინა ფოტოში უხდებოდა. ცოტა სველი ეფექტით, როდესაც ჰქონდათ მაგაკეთებული, იქ უხდებოდა, შემდეგ ფოტოში არ უხდებოდა. ხო, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ როდესაც სოფლიო დონის ვარსკვლავი ხარ, ბუნებრივია გჭირდება ის რომ საკუთარ იმიჯზე, გჭირდება მსგავსი ცვლილებები, ექსპერიმენტები საკუთარ თავთან და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სოფლიო მასშტაბის ფარგლებში ხარ, ასე ვთქვათ, ცნობილი. ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. გჭირდება კი იმისთვის, რომ ჩვენი თავი გავახალისოთ ხოლმე და რაღაცა კარგი განწყობა შევქმნათ და თუ თქვენ ესეთი ცვლილებები ამ ყველაფერში გეხმარებათ, აგერ არჩევანი თქვენზეა, ჯერბერტო რამდენი ფერის, ასე ვთქვათ, ქერა არსებობს. ლაშა რამაზაშვილს დავეკითხოთ ახლა კრემ ბრულე მოსწონს უფრო თუ მარწყვის ფერი ქერა. მე ზოგადად მუქი ფერის თმა უფრო მომწონს, ამიტომ ვერ დაგეხმარება ჩემი გაწყვეტილება ნამდვილად. მოგესალმებით კიდევ.